Საერთოდ პარტნიორში მაინც-მაინც უნდა დააყურეთ მაშინ პარტნიორის ხაზის საფიქსირება უნდა იყოს. მეორე საკითხი რომელიც სხვა საკითხებს ეხება. აქტუალური პოლიტიკის კანონი სიტყვას არსებობს და დაშობადობის საკითხი. ნაშუაშია პრინციპს აღემატება. არა ხო? ასეთი ინტერესი საკითხი არის საჯარო. იმიტომ პარტნიორი გაიცანს კანონს ამაზე ამ საუბარია დიდ საჯარო ინტერესთან დაკავშირებით. არა წვრილმანი გუნდობისა ბახურის ინტერესი ბევრჯერ ემატება საჯაროების ინტერესს. ჯერ ერთი არც სასამართლო არც პროკურატურისმა თანამედროვე საზოგადოებას გობა ისედაც ხო რა ინტერესი უნდა იყოს დახუროს თქვენი თუ მართლა თანამედროვე როგორც ვიდონდა ადრო როგორც თანამედროვე საზოგადოება დიდი თანამედროვე სასამართლოს მიმართ პროკურატურის მიმართ არ აქვს წმენა შესაძლოა აზრი კონდათ თუ ევროპიდან ადრო ამდე კონდა და საქართველოს ისტორიაში არასდროს იმიტომ ჩვენ არ გვაქვს მართლმადიდებლობის კულტურა. თქვენ მისი მემკვიდრეებიც საშინელი ხალხი. საშინელი ჩვენ ჩვენ არც ერთი მიმართულებით, აი მართლმადიდებლობის სისტემის არ გვაქვს ცივილიზებული კულტურა. ჩვენ ყავდა მხოლოდ ვიღაცის მოსამსახურე მართლმადიდებლობა. ყოველთვის მეფის რუსეთიდან დაწებული კომუნისტების ჩათვლით. არც ერთი ეტაპი ჩვენ სამდე აპისაცების სასამართლოს ტრადიცია არ აქვს. მაგით არის ცოტი ადრე როგორც ხელისუფლებაში დამდებოდი მასშტაბური ჩვენ ხელისუფლებაში დამდებოდი პატრონში ჩვენ მოვაკეთეთ ძალიან რაღაც აი თუ ადამიანები გიჩნდნენ აი შეიძლება თან აი ეს პრომოდანილებით და კანონიერი ფუნქციების ჩაწყობილ საქმეებს თუ არ ეკუთვნებოდი ამას წავაც არის ცხა ყველაფერს ჩვენ გავაკეთეთ თქვენ ისინი ვერ გავაკეთეთ აბერცები არ ვაკეთებ და კითხეთ იმიტომ ხოდა რომ კითხეთ ამიტომ პასუხობ ჩვენ როგორ იყოს ჩვენ დროს ჩვენ გავანადგურეთ საშინელი კორუფცია აგებიცემობა ადამიანები იყო რომლებსაც წერილი თუ არ იცოდა ისეთი მოსამართლეები ხამებს იღებდნენ ჯიბიდან აი ეს დაგეგმისქვეშიდან და კანონიერი ფუნქციები წვევდნენ ყველა დავა სასამართლოში ცნობილი მოსამართლეები და ჩვეულებრივ ჩვენ ყველაზე ცნობილი მოსამართლეები მერაბ ყურაბათა დაწყებული ყურაბათამელი ყველა ძალიან გადადის საშინელ ფიქრობებში მიმდინარეობდა სასამართლოები ეს მოსწო მაგრამ მერის გაკეთება ერთი ხელისუფლების შეუძლებელი ჩვენ წინ წავწიეთ უფრო მეცაცხეთ აი 2015 პირველი მედალიჭი რა პირველი მედალიჭი მაშინ იყო ეპოქალური შანსი იმ ეპოქაში როცა ხელისუფლება იცვლებოდა სასამართლო ტრანსფორმაციის სხვა ეტაპი დაწყებული რაც არის აბსოლუტ დედამიწის ზურგზე არაბის 20 წელიწადში კეთილსინდისიერი ადამიანები სასამართლოში არ შეუდგნენ ესე იგი ახლე ხელფასი არ იყო, არაფერი არ იყო, შუქი არ იყო სასამართლო შენობებში პირკეთით ფეხობდნენ და კორუფცია, საშინელი კორუფცია. ამის შემდეგ უნდა გადადგარიყოს შემდეგი ნაბიჯი. საზოგადოებას ჰქონდა ამის შანსი, ხელისუფლებას კი არ იყო. თელ ქართულ საზოგადოებას, აი 2012-ში ვერ რომ ამასამართლეს, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე, აი აბსოლუტურად ყველაფერს. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილი მეტრატება პროგრესული საზოგადოება გამართლეს კიდე თქვენ არის რომ გამართლეს ის მადაში ბატონოჩი ძალიან დიდი მაგრამ მაგას ასეთი მნიშვნელობა არ ქონდა იმიტომ რომ გამართლებიდან ციკიდან მაინც უნდა მოვიდიო და მაშინ იყო შესაძლებლობა მიუხედავად იმის აი ახლა რომ ვერ საუბრობ ძალიან ვერ ვლაპარაკობ და მეტრატება რაღაცა რომ გაიგება თითქოს მართლმადიდებლობის რეფორმაში თითქოს პოლიტიკაში თითქოს დემოკრატიაში აი საზოგადოების ნაწილი მაშინ მარტივ ფორმულირებით მოძვალებოდა ალაუშო ფიცერეულის დაყალბებას ეს მაინც დასაჭერია აი მაშინ იყო ეს მაშინ არის ყველანი აი უბრალოდ ძალიან უტრილებულად ათალაგე მაშინ გამოსული და სასამართლოს ამის თავი ქონოდა რომ დაყალბებული ფიცერეულები ამიო ეს უკვე სხვა სასამართლოა ახლა ერთ დღეში არც ერთი ხელისუფლება არ არის სასამართლო ეს ხელისუფლება რომ დაიწყობა მეორეdes მაშინაც ვერ ამიოშა და სიარო იზახია დამოუკიდებლობა მე საერთოდ დავარ თქვენ ან თქვენი რომელიმე კოლეგას დამოუკიდებლობის დეფიციტი საერთოდ სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არის ამოცანა ეს მიღწეული ეტაპი კეთილსინდისიერი მოსამართლეებია საერთოდ კეთილსინდისიერი აბიოსანი გაბედული ხარ რომლებიც ისიც კი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაც კი
დამოუკიდებელი მოსამართლის არჩევანი სამწუხაროდ. დამოუკიდებელი მოსამართლის არჩევანი. ამიტომ როცა მეკითხები როგორი იყო გეტყვი ამასთან შედარებით რაც დღესაა ხო? ბევრად უფრო დიდი პროგრესის მატარებელი იყო იმერიაში. კორუმპირებული, განგრევულიდან კვალიფიციის მატარებელ კი ბატონო არასრულყოფილ, მაგრამ უკეთეს წინ გადადგმული რამეჯი. თქვენ ვერ მეკითხებთ, რომ 2012-დან 2021 წლამდე წინ გადადგმული რამეჯია სასამართლოში. არა, აბსოლუტური სიგიჟე, აბსოლუტური. ამას ხელს უწყობს ჩვენი ეროვნული კულტურა, რომელიც არასდროს ჩვენ აკვავს, აი ყოფა ჩვენ აკოპაში, ქართულ ლიტერატურაში, ქართულ კულტურაში. ჩვენ აკვავს მოსამართლე და პროკურორი, რომელიც ქართული კულტურის ან ლიტერატურის რამეს პოზიტიურ სახეს წარმოადგენს. ყავს განუიერი კულტები ასე, მაგრამ მოსამართლე აკვავს. აკვავს ესმი? მე არ ვიგორებ ამას, ბატონო ჩემო. ამან კულტები ყავს გასნიშნავს, სადაც. ქართულ ლიტერატურაში, ქართულ კულტურაში მისაღებს და ტაშის საკუთრ მაგალითად. მაგრამ ქართული კულტურა არ იცნობს ქართული არც ლიტერატურა, არც კინო, არ ვიცი რა ლექსებს აწერენ, დადებით სახეს. დიახ, მისაღებს გავლაგება, არ არის მოსამართლე პროკურორი. ეს ჩემი ბრალი დიახ. ეს არის მონასტრიდან რუსულის ბრალი, როცა სხვადასხვა ბოლოს ვიტყვი, ჩვენ ვარ გადაკითხო, ხო? ჩვენ ქართული საზოგადოება რუსეთის იმპერიალის სასამართლო პრაქტიკულად აცდებით. მოვარკვნა მეჩვიდე საუბარს გავხსნა. თავისუფლება წარმოუდგება და სამართლებოდა. თავისუფლება წათმევამდე წავყვა, ბატონო. ქართულ ისტორიოგრაფიაში არ არის სასამართლოების რეგიონი მეფე და რაღაც კვაზი სასამართლო. არ ქონდა. როცა დაფუძნა თავიდან რუსული. პირველივე დღიდან მოსამართლეები რუსები, რომელსაც ესროდა რუსული ხელისუფლების მმართველობა. ქონდა ამონა, აი თქვენ იმ პერიოდში ის იყო ერთადერთი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როცა არსებობდა სტრუქტურული სასამართლო და რომელიც რუსეთს აეყოლებოდა 10 კუთხე. აი 10. თქვენი და ჩემი, თქვენი და თქვენი მმართველების, აი როგორიც ვარ, ისეთი იყო. მაგრამ რუსული არა. აი ეს ამიტომ და თუ ეს ლოგიკური ამას რეალიზდება. ახალი პროცესი რატომ უნდა დახვიდე? ნახოს ხოლმე. ჩანდა ახალია ბევრს არავის არ უყვარს ამ ქვეყანაში. კიდე და დაინახავენ დაუბედურებას აკეთებდა და უკეთესი ხო რა არის? ის ამიტომ დააკვირდა უკეთებდნენ მრავალკომიერებას. იგივე მოსამართლე, იგივე იქ საუბარია ერთ რაღაცაზე, იქ ბატონი და მუნტაზის სკვერი და სკვერი. როგორც იცით რაც არის საჯარო ინფორმაცია რაც არის, ის საქმეა უბრალოდ მე კიდე ზემოდან გადადებული. დამთავრდა პედაგოგი. აქ არის 10 სხვა კიცებულება და ინფორმაცია, რომელიც იმან არ ეხება, იმ საქმეს არ ეხება და წავწერენ. ამასაც გეტყვით ორიოდეში თუ მინდა. ეს რა ასე კომუნიკებული ეს პროცესი. ესე იგი, ეხლა ცოტა პატარა ბავშვები რა, ყველას ვესმის რომ რაღაცა ისე რატომ მოგაგება, ისე რატომ მოგაგება, თუ არ ეგეა. არც ერთი კიცებულება არ არსებობს ჩემთან. ბუნებაში რა. რატომ არ არის? უკვე მინდა არსებობდეს კიცებულება და რაღაცა უნდა იყოს მიმეს ჩვენ. უნდა იყოს რამე აუდიო ჩანაწერი, უნდა იყოს რამე ვიდეო ჩანაწერი. უნდა იყოს ფოტო, არაფერი არ არის. აბსოლუტურად არაფერი არ არის. აი არ არის ბუნებაში არ არის, იმიტომ რომ მაგალითად აი რა შეიძლება გამოჩნდეს ამ პროცესში, სხვადასხვა ერთ სიტყვა მოვიდა, ცოტა თავშიში არის, რო იცოდე. ამ პროცესში შეიძლება გამოჩნდეს მაგალითად ის, რომ ქართული სახელმწიფო ვერ უსმენს სიგნალს, ვერ უსმენს WhatsApp-ს და ვერ უსმენს BC აპლიკაციას smartphone-ში. აი ეს შეიძლება გამოჩნდეს. ვერ უსმენს ტექნიკურად. კანონიერად ექსპოსტულაციო. პარდონ? კანონიერად. კანონიერად, ვერანაირად ვერ უსმენს. ესენი ვერ უსმენს BC აპლიკაციას smartphone-ში. აი ეს შეიძლება გამოჩნდეს. იმიტომ რომ ამათ ახლა თქვენ რო ჩემი საუბარი ეს, ამათ ჩემი მისამება, ამით საუბარი არ შეიძლება მოусმენდეთ პრობლემებში. იმიტომ რომ აი ეს სასამართლო და რაღაცები და არა, ამათ არა შესაძლებლობა მე მომისმინო WhatsApp-ზე და მე მომისმინო სიგნალზე მე ვისმენ საქართველოში. ხალხი კიდე გონია ესეთი ყველაფერს უსმენენ ტელეფონის სტოლ. აი საერთოდ შეიძლება ეს აი მაქსიმუმ ყველაზე მეტი. სპონსორი კიცებულები და ეუბნები გადაჭარბების გარეშე. მე პრობლემა ეს მე არ პრობლემა. მე არ წელი ვიჭები და ვიკირები არ მაქვს ეს პრობლემა. არც ერთ სიტყვას არ ვიქნებ.
თავის თითქოს გადასარჩენად. არანაირი პრობლემა არ აქვს. ერთი მტკიცებულება მოიტანო, აი აქ. და მე აქ გავწოდებს და ვარ. ყველაფერს რასაც რაც ვარჩიძებ. ერთი მოიტანო, ერთი. არ მინდა მეორე განსხვავებული, ერთი წარმოი. ეს შესაბამისად დავწერთ მარტოს იმ მოცემულობის საქმეა და არ არის თუ სულ ესა. დასაწყის მოცემულობა დავწერთ მაგარ. სულ ესა. არაფერი ამაში მე ადამიანებს ასპირდება შემოცემულობა იმარია და სიმადეიმა მოცემულობა და ასეთ მეცნობით ეს არის საფაქტები ამიტავზე მოცემულობა უკვე დაარბენიარებს ალბეთო წარულა ამიტომ ბატონო ჩემ ვაგერა უკვე ნახო ერთი არ მოაქვს ერთი ფიქსებული ერთი წამი თუ შეიძლება მაშინ თანმიმდევრული დამაშას მომენტი ხო ერთი თუ შეიძლება ოთხი დამოწმო ეს პროცესი დაიწყოს ადრეულ ეს გვიან გაზაფხულზე საფუძვლად გამახსოვს დაიწყოს შემდეგი თანმიმდევრული ახალაიას მაკეტია საერთოდ და პარლამენტის შემოქმედი ტურისტულ რაღაცას ამბობს ეს იყო პროპაგანდის ერთი მთავარი ფაზი ერთი პერიოდი შემდეგ მე გადაინაცვლა იმაში რომ სადღაც არის გააბარეს თუნდაც არ ვიცი არის განფეს იმაზე პროტეინი რაღაცა იყოს წეში მე და ამაზე გადაინაცვლა ახლა ეხლა ბოლოს გადაინაცვლა იმაზე რომ ახალაია ესე იგი ხელმძღვანელობდა პარტა უჭულაძეს და მუდმივად ზოდელად ჩემთვის უსავალოს უპატრიოტიზმის პროცესს მაგრამ უე თანმიმდევრობაზე პარტიის არც ერთია ან ჩანაწერი გააჩერეს თვითონ მე ბატონ პარტიას საუბრები საქმეში დეს მაგრამ არ არის ჩემი თვითონაც ამ იმიტომ აცენ პროფილს თვითონ ბრაზილად ხო იმიტომ რომ მან თუ გავიგო ბატონო სამართლე თავარი ამოცანა აქვე თავარი ამოცანა იმეჯი თავარი ამოცანა არ არის ეს კეთილცინდისიერი ეს არის ეს კეთილცინდისიერი წარმოგიდგენთ მე გეტყვით რა იმიტომ რომ ხას დავდო აი სიცოცხლე გვაგეთ მაგაზე პასუხს და ამას ხვე მომავალში და ამათმა ხელმძღვანელობამ ზუსტად ის ვინ გააკეთა ვინ არის ფალსიფიკატორი და ვინ შექმნა კეთილცინდისიერი მე მგონი აი ის განმეორება ეს კეთილცინდისიერი არ არის უბრალოდ არის რაღაც ტექნოლოგიები სადაც რაღაცა ვერსაული ამის გატარების შეუძლებელი გამორიცხული იმიტომ რომ თქვენს დანიშნავს სხვადასხვა დანიშნავს და დანიშნავს ექსპერტიზა დამოუკიდებლობაზე და აღმოჩნდა რომ აი გამიგებ ამიტომ არის ესა თორე სპანტი სხვა რა თუ ბატას მეგობრებოდი მიდი და ვიღაცები დაანგო ასეთი რამე როცა გითხარი ვერციკასაც აღვიქვი თავის ესე იგი გამ მე ვირა როგორც ერთი ადამიანი პირადად მე თვითონ ეს კეთილი არის დასამ რაც შეიძლება სწრაფად და სასწრაფოდ ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით ეს არის ერთადერთი გამოსავალი რაც ერთ აქვს ერთადერთი გზა ერთადერთი იმისთვის რომ რეალურად მოვიპოვოთ ნამდვილად ჩვენს ისტორიაში პირველი უახლოეს ისტორიაში პირველად ნამდვილი თავისუფლება ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ მეც ხვეთ და ნებისმიერ სხვა ლეგიტიმური უფლება ამის დაკეთებას და ჩვენ შორის ყველაზე კეთილცინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება ივანიშვილი და დავამო ნებისმიერს უბრალოდ საუბარია იმაზე რომ ბატონ პარტა უჭულაძეს მე რაღაცა ბავშვი ეს არის აბსოლუტური ფიქსებულება ამიტომ არის თორე შეხედ ფილოსოფიური თვალსაზრისით და პრაგმატული შეხედულობის თვალსაზრისით მე გეუბნები ივანიშვილი დასამხობი აი წავიგენზე წერია რომ ძალადობის გამოყენება თუ რაღაცა ძალა არის გამოსაკუთრებული ყველა მოძალადი პოლიციების წინააღმდეგ ყველა ვინც იარ გაჭობილი ქალებს და ბავშვებს აპატიმრებს ცერს და წიფწუნავს ყველასთვის ხელია დასამხობი მათ უნდა ამას დავა უბრალოდ ამას აგებერობენ და დასამალი არაფერი არის ეს არის ჩემი კარი შეხედულება არა ვიხარ მე აბსოლუტურად ეს არის ჩვენი მხოლოდ უფლება ეს არის ყველა კეთილცინდისიერი მოქალაქის ვალდებულება დაამხოს რუსი დიქტატურა გააკეთოს ნებისმიერი ფორმით შენობის აგება ყველა შენობა გვეუბნის ჩვენ ყველას პარლამენტიდან, კანცელერიიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსარკვევია ყველა თვითმფარგია უბრალოდ აბსოლუტურად ყველა ციკლებით არის გამოსარკვევი ეს არის დასაკეთებელი ეს გაკეთება აბსოლუტურად როგორ ეს ყველაფერი ამასთან დაკავშირებული ბატონ პარტას მიტინგთან და მის გამოსვლასთან და მის შეხედულებებს ამას დაკავშირებით
უბედურება ის არის, რომ რაც მეტი დრო გაიგებს, ეს ამაში წელი გაიგანა, ეს შეიძლება იყოს. უფრო ძვირი დამიჯერა ჩვენ. ყველას. მეც ყველს აი გავდაყოს მებას აბსოლუტურად. მაგრამ ერთი ჭეშმარიტება არსებობს, აი ერთი განსაკუთრებული გაზეთის ხაზგასმა შეიძლება აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჯერ კაცობრიობის ისტორიაში დიქტატურა არ წასულა შვიდად თავისთვის გემრიელად. ასაიდან. განსხვავებული არის იმაში, რომ ჩვენი დიქტატორი დაამთავრებს როგორც სადაა, როგორც ადამიანი, თუ როგორც ჩაუშვეს. არჩევანი დიდი არ არის. ამას წყალი არ გავაკეთე. და ეს პროცესი სხვადასხვა ეს პროცესი ბანანობასთან ემსახურება შიშის დანერგვა. საერთოდ არ მიზიარებ მოსაზრებას, რომ ვიღაცა წავაწყდები და ის მე არ მეშინი. აი აბსოლუტურად მე მეშინი. როცა დიქტატურაში ვიყო. თქვენც უნდა მეშინი. ბევრ სალი აზრი მქონე ადამიანს დიქტატურის პირობებში ეშინი. მაგრამ საქმე ის არის, როცა ეს ამ შიშმა კიდევ დაიმატოს, ამაში დიდი არის. რაც მეც შეაშინე რეჟიმი, მე არის პანტის გასის შანსი იმიტომ, რომ შიში არის ბუნებრივი, უშიშარი ადამიანები არ არსებობენ. გამდენს ვეძახი იმას, ვინც შიშის პირობებში მაინც მოქმედ. აი ამ ზღვას მივაყო და დავამბობ ამას, ამას ვერ გარანტია. სინამდვილეში მართლა იკეთებ იარაღს და ჯადოქრებს უნდა გადასცემ. ხო და ამიტომ გეუბნები. ასეთიდან შეხედულებები ფილოსოფიურად. მე გრამატიკულ წამს რო ეს კაცი დასამხობია და გამოსაკვირია ყველა მისი ჩინოვნების კაბინეტები და ციფრები გამოსაკვირია. ამიტომ ამას პირიქით ეს სწორი ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ ამათ მარას წარმოადგენს ბალონ პაადასთან, მუნტასთან, პაადასთან, სხვებთან ადამიანებთან ყველასთან გამომჩეს არ იცით როგორ არის მათი ხელმძღვანელი. მოიტანო ერთი ცერმონება და ხელები ამიწერებია. საერთოდ რატომ უნდა ეს ხალხი მეებს ბავშვს რაღაცაში მე ჩავიდი. მე არ ვერიანო დასამალო. გამშობობა რაღაცა სპორტის ჩაწერი იყვია, გამშობელი არ ვინმე ანალიზებს მუშაობა მაგასთან. სულოს პარამეტრებს გამაშავე აცადები მე. თითქოს მე ჩავიდი. მე გასამართი აბსოლუტურად არ ვერია. კი მაღლოს ყველა დამკვირვებელები აქვს, რა მოიტანეს. რაზე დაყრდნობით საუბრობთ საერთო. იმიტომ რომ ყველა უნდა გაიგოს, რომ რატო ჩუმად რამოდენიმე შემიწევს და ესე ოჩიჩოჩორი დაგვედა დამოკიდებს. არაფერი დასამართი საქმეში არ არის. საერთოდ